შემოგვიერთა ფსიქოლოგი, თიკოს სახლის დამფუძნებელი თინათინ ზენაიშვილი და ჩვენ ვისაუბრებთ სტუმართან ერთად დაუნის სინდრომზე და ასევე ინკლუზიური განათლების მნიშვნელობაზე და შედეგებზე. დილომშვიდობისა, ქალბატონო თინათინ, მადლობა სტუმრობისათვის და როგორც ვთქვი, ჩვენ ინკლუზიური განათლების მნიშვნელობაზე ვისაუბრებთ და შედეგებზე. სანამ შედეგებზე გადავალთ, ეგ განათლების მნიშვნელობა რამდენად საჭიროა, ცხადია ხა ეს რომ საჭირო არ იყოს არც ამ განათლების საჭიროება დადგებოდა, მაგრამ აი როგორია რა მიმართულებით არის, როგორ ხდება ეს განათლება, ამაზე უფრო მეტი რომ გითხრათ თქვენ, იმიტომ რომ თქვენ ამ საქმეში გამოცდილი და ჩართული ადამიანი ბრძანდებით მუშაობთ. დიდი მადლობა მოწვევისთვის. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ყველა დაუნის სინდრომის მქონე ბავშვისთვის და დასწავლისთვის, ულოცავ ყველა მათგანს. ჩვენთან არც თუ დიდი ხნის წინ დაიწყო ამ დღის აღნიშვნა, სულ რაღაც 2012 თუ 13 წლიდან აღინიშნება ჩვენს ქვეყანაში და ამის შემდეგ მართლა ძალიან ამაღლდა ცნობიერება ასეთი ადამიანების სადმი, იმიტომ რომ ეს არის მნიშვნელოვანი. ჩვენ ავამაღლოთ ცნობიერება, მივაწოდოთ განათლება, ეს არის ზუსტად კავშირი ინკლუზიურ განათლებასთან. ინკლუზიური განათლება ვერ დაინერგება, თუ არ იქნება ცნობადობა ამა თუ იმ სისუსტეების თუ სიძნელეების მიმართ, ხო? ინკლუზიური განათლების მნიშვნელობაზე მე არ დავიწყებ ახალ ვრცელ საუბარს, იმიტომ რომ ყველას გვესმის, ეს არის განათლება ყველასთვის და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენც აუწყოთ ჩვენმა ქვეყანამ ფეხი ინკლუზიურ განათლებას და ისევე როგორც დღის აღნიშვნა დაუნის სინდრომიანი ბავშვების და არა მარტო, აქ მოახსენებ აუტიზმის მქონე ბავშვების ცნობიერების ამაღლების დღეც მოვა აპრილს, დიახ, აი ეს დღეებიც უკავშირდება სწორედ ინკლუზიური განათლების შემოსვლას ჩვენს ქვეყანაში, რომელიც დაიწყო დაახლოებით 2006 წლიდან და მას შემდეგ ესე ეტაპ-ეტაპ ინერგება. ვერ გეტყვით რომ ძალიან დიდი და მზარდი შედეგები რა თქმა უნდა არის, თუმცა ის რაც კეთდება ჯერჯერობით მაინც არ არის საკმარისი. პირველ ეტაპზე თითქოს სკოლები კი დაინერგა ინკლუზიური განათლება სკოლებში, მაგრამ არ აღმოჩნდა სკოლები ამისთვის მსად გარკვეულწილად, იმიტომ რომ არ იყო ინფორმაცია. დღეს უკვე ეს ინფორმაცია არის ძალიან დიდი, ძალიან ბევრი პედაგოგიც არის უკვე მზად ამ გამოწვევებისთვის, რასაც ვერ ვიტყვით დასაწყის წლებზე, ხო? იმიტომ რომ ძალიან დიდი ბრძოლა უწევდა მშობლებს რომ გაიხსნათ სკოლის კარები, ბაღის კარები და დღეს უკვე პროფესიული სასწავლებლების კარები და უმაღლესი სასწავლებლების. რა ფსიქოლოგიური ბარიერები არსებობს, თქვათ, როგორ უნდა მოხდეს შემზადება ამისათვის, როგორც მშობლების, ასევე განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების და თავად მისი კლასელებისთვის. აქ ალბათ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც მშობელს შვილის აღზრდაში და ასევე ძალიან დიდი პასუხისმგებლობა არის მასწავლებელზე თუ როგორ გარემოს შექმნის. რა თქმა უნდა, ამიტომ თქვი მე რომ არ აღმოჩნდა, იმიტომ რომ არ იყო ინფორმაცია ესეთი რაოდენობით, რაც იყო აუცილებელი, ხო? ინფორმაციის არ ქონა და აი ეს ქმნის რაღაცა ფსიქოლოგიურ ბარიერს, ხო? მე როცა არ ვიცი რასთან მაქვს შეხება და რა გავაკეთო, როგორ მოვიქცე, გარკვეულ დაბნეულობას იწვევდა, როგორც მასწავლებლებში, ასე თანატოლებს შორის, რაც უფრო მაღალი იქნება ცნობიერება. აი აჩვენებენ ფილმებს, მოუყვებიან ამათ შესახებ, რა სისუსტეები აქვს, რა სიძლიერები აქვს და ასე შემდეგ და უამრავი სტერეოტიპები არსებობდა საზოგადოებაში. ხო, ჩვენ ვიცით, რომ წლების წინ საერთოდაც ოჯახებს უწევდა დამალვა ამ ფაქტების შესახებ არც საუბრობდნენ, საახლობლო წრეშიც არ ამხელდნენ, რომ იყო ოჯახში ან უნარშეზღუდული, ან სპეციალურ საჭიროების მქონე ბავშვი, ხო? და დღეს ეს ვითარება ნამდვილად არ არის და ეს ძალიან კარგია მე ვესალმები. ყველა ადამიანს აქვს ნებისმიერი მოცემულობის ადამიანს აქვს განვითარების უფლება, ასე ვთქვათ და სწორედ ამ უფლებებზე საუბრობს ინკლუზიური განათლება. მთავარი და მნიშვნელოვანი არის რომ იცოდეს რომ არ არის გადამდები. ხშირად ამის ეშინია, ჩემ შვილს რამე ხომ არ დაემართება. აი ტიპური განვითარების ბავშვის მშობლები გეკითხებიან, რომ ჩემ შვილთან რომ სწავლობს კლასში, აი ესეთი და ესეთი მოცემულობის ბავშვი, ჩემს ხომ არ ზიანდება. იყო ეს შიშები და ეს არის ნამდვილად რეალური და როცა ვაწვდით კვალიფიციურ ინფორმაციას, რომ ეს არ არის გადამდები, ხო? და ვუსაბუთებთ, მაშინ გასაგები ხდება მისთვის. ბავშვები უფრო ადვილად მიმღები არიან ყველანაირი მოცემულობის, ისინი უფრო ადვილად ეგუებიან, მთავარია არ იყოს უფროსებიდან წამოსული ეს შემზღუდავი, იმიტომ რომ მე იცით რომ მაქვს მუდმივი შეხება როგორც სპეციალურ საჭიროების ნებისმიერი მოცემულობის ბავშვთან და დღესაც კი
დღესაც კი, თუმცა ეს არის იშვიათი, მაგრამ მაინც კითხავს, აი ჩემ შვილთან რომ დასვათ, ან სპექტრის მქონე ბავშვი, ან დაუნის სინდრომიანი ბავშვი, ჩემი შვილი ამით ხომ არ დაზარალდება. იმიტომ რომ ჩემსაც არაფერი, აი უბრალოდ მეტყველება უჭირს ან რაღაც. აი ესეთი შიშები დღესაც კი არის და ეს ძალიან სამწუხარო. ეს ნიშნავს, რომ მას არ აქვს ბევრი ინფორმაცია, ხო? სრული ინფორმაცია ამის შესახებ და ისევ იყოფება იმ სტერეოტიპების ტყვეობაში, როცა გონია, რომ აი სინდრომი ან ნებისმიერი ესეთი მდგომარეობა არის გადამდები და რამეთ დამაზიანება. თავს განათლების აუცილებლობა ხო ნებისმიერ საკითხში თავისთავად და რა თქმა უნდა, როგორც ტიპური განვითარების ბავშვების მშობლებს აქვს რაღაც კითხვების შესაბამისად, უფრო მეტი კითხვა აქვს მშობელს, რომელსაც ყავს განსაკუთრებული საჭიროების მქონე შვილი, ხო, შესაბამისად, მას გარკვეული ფსიქოლოგიური ბარიერები შეიძლება ჰქონდეს, რა გამოწვევები შეიძლება არსებობდეს მშობლებში და რა რჩევები შეიძლება მივცეთ მათ, ქალბატონი თიანთი. როგორც დაუნის სინდრომი, როგორც ნებისმიერი ადამიანი, ინდივიდი, ყველა არის განსხვავებული და უნიკალური. ზუსტად ასეა დაუნის სინდრომიანი ბავშვები. ხო, ისინი არც ერთი ერთმანეთს არ გავს. გარდა გარეგნული ნიშნები, გარეგნული ნიშნების და ნიშნები არის მათთვის საერთო, თუმცა მათი ინტელექტუალური განვითარება და ფიზიკური განვითარება აბსოლუტურად განსხვავებულია. ეს არ ნიშნავს, რომ მათ ძირითადად აქვთ გარკვეული შეზღუდვები, ეს მათი გენეტიკური განვითარებიდან გამომდინარე, ხო, უჯრედული ცვლილებები იწვევს განვითარების შეფერხებებს, მაგრამ ეს შესაძლოა იყოს მსუბუქი ან საშუალო ინტელექტუალური შეზღუდვით გამოხატული და ეს ნიშნავს, რომ მან რაღაცეები დაისწავლოს უფრო დიდ დროში, მეტი დრო დასჭირდეს ამ უნარების ათვისებისთვის და ეს არ ნიშნავს, რომ ის ვერ ისწავლის რაღაცებს, ისწავლის ოღონდ მეტი ძალისხმევით და გარკვეული მეტი დროის პერიოდის განმავლობაში, ხო? და ის ძალიან მიჭირს ამაზე, იმიტომ რომ ყველა შემთხვევა არის ინდივიდუალური და უნიკალური, ხო? ამიტომ მშობლის როლი არის შეისწავლოს ის, ვინც მას ყავს, კონკრეტულად მისი როგორი არის, მას რა უნარები გააჩნია, რა სისუსტეები აქვს, რა სიძლიერები გააჩნია, ხო? კი არის ზოგადი ნიშნები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს ყველაფერი ექნება იმ კონკრეტულ ადამიანს, ხო, იმ კონკრეტულ ინდივიდს. ამიტომ ნებისმიერ შემთხვევაში მშობელს როგორი შვილიც არ უნდა ყავდეს, უნდა შეისწავლოს მისი შვილი. ეს არის მშობლის ფუნქცია. რა თქმა უნდა, მოვლენები თავისთავად საჭიროებიდან გამომდინარე უნდა მოიქცეს მშობელი. კი ბატონო, არც ერთი ბავშვი ერთნაირად არ ვითარდება. ყველას აქვს თავისი განვითარების რიტმი და ტემპი, ხო? მშობლის ფუნქცია სწორედ ეს არის. მან ის შეისწავლოს, ვინც მასთან არის და დაეხმაროს მისი ინდივიდუალიზმის გამოვლენაში, მისი ძლიერი მხარეების გამოვლენაში და ის სისუსტეები დააკომპენსიროს ამ ძლიერ მხარეებზე დაყრდნობით. თქვენ ბრძანეთ, რომ არც დიდი ხანი არა საქართველოში ეს აღენიშნება და ბევრი რამ შეიცვალა. ცნობიერების ამაღლება ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების. აი, როგორი უნდა იყოს ჩვენი დამოკიდებულება? მე რაღაც მიჩნდება ხოლმე პირველ რიგში, როცა ესეთ ადამიანებს ხედავ, ძალიან კეთილგანწყობა, რაღაც ძალიან საყვარლები არიან თბილები და ვამჩნევ, რომ მათ უყვართ სითბოს და სიყვარულის გამოხატვა. ეს არის მათი ბუნებრივი მოცემულობა თუ შეიძლება ხანდახან ეს ერთგვარი რაღაცა თავდაცვა ან აი შემამჩნევთ ეგ მომენტია. და ჩვენი მიდგომა როგორ უნდა იყოს? აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი თუ ხანდახან ჩვენ გვიჭირს ხოლმე, როცა სხვა პრობლემით ადამიანებს ხედავთ, რაღაცა სიბრალული მოდის თუ ზედმეტ სითბო და სწორია თუ ჩვეულებრივად უნდა აღვქვათ როგორც ჩვეულებრივი ადამიანი. აი ეს არის მიდგომებში ვამბობ არის შეცდომი და ესენი არიან ჩვეულებრივი ადამიანები. ხო, ძალიან კარგი ისი გამონათქვამი ადამიანი არ ვითვლით ქრომოსომებს, ხო? ესე არის ჩვენ არ გვაინტერესებს რა მოცემულობის ადამიანი დგას ჩვენს წინაშე, ჩვენს წინაშე დგას პიროვნება და ჩვენ უდგებით მას ისე როგორც პიროვნებას. ერთი არის რომ დაუნის სინდრომიანის მქონე ინდივიდებს ძალიან უყვართ და ეს მათთვის აუცილებელია გარემოდან ემოციური უკავშირის მიღება. ეს მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ამიტომ თვითონ არიან ძალიან თბილები, ძალიან დიდ სიყვარულს ასხივებენ გარემოში და უკანაც ითხოვენ იგივეს. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ დასრულობაშიც აი ესე როგორც პატარას მოვეფეროთ, ხშირად ეშლებათ ეს და ეს არის შეურაცხმყოფელი, იმიტომ რომ ისიც არის დამოუკიდებელი ადამიანი უკვე და ზუსტად იგივე მიდგომებს ითხოვს მის მიმართ, რასაც სხვა ნებისმიერი განვითარების ადამიანის მიმართ ვიჩენთ, ხო? ამან არ უნდა შეგვაფერხოს, ეს არის ერთგვარი ჩვენი სტიგმები, ასე ვთქვათ, ესენი უნდა დავარღვიოთ ეს შერჩევები.
და ალბათ საჭიროებებზე როდესაც ვსაუბრობთ, ალბათ ეს კითხვაც უნდა დაისვას, რომ რა საჭიროება, რა ტიპის საჭიროება შეიძლება ჰქონდეს, როგორც დაუნის სინდრომის მქონე ბავშვს, თქვათ, ან სოციალური, ემოციური, კოგნიტური განვითარების თვალსაზრისით, რა ფსიქოლოგიური ბარიერები შეიძლება ჰქონდეს და წეგან თქვენ ახსენებთ, რომ ბავშვები უფრო მიმღებლები არიან ყველაფრის, თუ მას უფროსებისგან არ აქვს არასწორი დამოკიდებულება და შეხედულება ჩამოყალიბებული, ხომ? და ასევე ჩვენი შვილებიც ჭალებში როგორ დავატრენინგოთ, ასე ვთქვათ, და როგორ უნდა შევამზადოთ ამისათვის, რომ მის კლასშიც შეიძლება აღმოჩნდეს დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი, აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვი, სხვადასხვა შეზღუდული შესაძლებლობების და უნარების მქონე ადამიანი, რა შეიძლება რა ხერხს მივმართოთ, რომ ეს მათთვის მისაღები იყოს, გასაგები იყოს, იმიტომ რომ რაც რო პატარა ბავშვი შეიძლება ყველაფერი ვერ გაიაზროს, მაგრამ მისთვის სწორად საწოდებელი ინფორმაცია იმ წუთისთვის რა შეიძლება იყოს. მე ვახსენე სოფო დასაწყისში ინკლუზიურ განათლებას სწორედ ამას აკეთებს, რომ ყველა ადამიანი არის განსხვავებული, ინდივიდუალური და სწორედ ინდივიდუალურ მიდგომებს ემყარება ინკლუზიური განათლება, ხო? და ასე უნდა მივაწოდოთ ის კი არა, რომ რაღაცით ყველანი განსხვავდებით ჩვენ ერთმანეთისგან. ყველანი განსხვავდება, ყველას გვაქვს ჩვენი რაღაცა ძლიერი მხარე და ყველას გვაქვს ჩვენი სისუსტეები. აი ასე უნდა იყოს მიწოდებული და თვითონ იმის შესახებ, რა მოცემულობის ბავშვი გვიზის, იმაზე რა თქმა უნდა მეტი ინფორმაცია. რომ მან იცოდეს, რომ მისი განვითარება არ ეხება სხვას დაუშვათ, იმას აქვს თავისი განვითარების ხაზი, სხვას აქვს თავისი განვითარება, იმიტომ რომ ესენი ერთმანეთს არ ფარავს და ხელს არ უშლის, ხო? არ არის ნახეთ კიდე მომიწევს ამის თქმა, რომ ცნობიერების ამაღლება ნიშნავს მეტი ინფორმაციის მოძიებას ამის შესახებ. ეს უნდა გააკეთოს როგორც მასწავლებელმა, ასევე მშობელმა და მშობლის მისვლა სკოლაში მე ხშირად ვურჩევდი ხოლმე ტრენინგებზე, როცა მყავდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის მშობლები ესწრებოდა ტრენინგებს, რომ თვითონ მისულიყვნენ უშუალოდ სკოლაში, იმიტომ რომ თვითონ ყოველთვის აქვთ ხოლმე დიდი ინფორმაცია ამის შესახებ და ეს ინფორმაციები მიეწოდებინათ სკოლა ბავშვებისთვის, მასწავლებლებისთვის, ხო? თუმცა დღეს ამ კუთხით გაცილებით უკეთ არის საქმე. ნამდვილად არის ეს ინფორმაცია, ნამდვილად არის ხელმისაწვდომი და ნამდვილად დიდი ნაბიჯები იდგება და არაერთი პროგრამები არსებობს დღეს სახელმწიფოში. უნდა ვახსენო აუცილებლად ადრეული ინტერვენციის პროგრამა, ადრეული ჩარევის პროგრამა, არსებობს აბილიტაცია, რეაბილიტაციის პროგრამა და ასე შემდეგ, რაც ძალიან ხელს უწყობს არა მხოლოდ დაუნის სინდრომის, არამედ ნებისმიერი განვითარების ეტაპების დაყოვნების მქონე ბავშვების განვითარებას ხელს, იმიტომ რომ მათ ზუსტად იციან, როგორი მოცამულობის ბავშვს რა განვითარება, რა დახმარება სჭირდება და სწორედ ეს დახმარება მიეწოდება. დაუნის სინდრომიანებს სჭირდებათ ფიზიკურ განვითარებაში დახმარება, მეტყველების განვითარებაში დახმარება, იმიტომ რომ მათ ეს სისტემები აქვთ თავიანთი გარეგნული და უჯრედული აგებულებიდან გამომდინარე, ხო? ამიტომ დროული ჩარევა, დროული ინტერვენცია ყოველთვის ძალიან დიდი შედეგის მომცემია და აქვე უნდა აღვნიშნოთ, მშობლების მხარდამჭერი ასოციაციები არსებობს დღეს ჩვენს ქვეყანაში, ეს წლების წინ არ იყო და ამ მხრივ ძალიან რთულად იყო საქმე. დღეს არსებობს ეს ასოციაციები, სადაც შეუძლია მიმართოს ნებისმიერ მშობელს, მივიდეს, ჩაერთოს ასეთი მშობლების ასოციაციაში, სადაც ხდება ინფორმაციების გაცვლა, ინფორმაციის ქონა არის დღეს თავარი იარაღი, ხო? და რა გავაკეთო, როგორ მოგვაქვს თუნდაც კარგი ექიმის შესახებ, თუნდაც კარგი აღზრდელის შესახებ, რო ქონდეს ინფორმაცია, ამას სწორედ ამ ასოციაციებიდან გაიგებს, ხო? თავარია ნებისმიერი ადამიანი, ვის შემხებლობაში არის დაუნის სინდრომიან ბავშვთან და არა მხოლოდ მათთან ნებისმიერთან იყოს გულწრფელი და მას გულწრფელად შეეროდეს მისი წარმატების ეს არის გადამწყვეტი. თუ უფროს არ შეერა მისი წარმატების, ხო, მასაც გაუჭირდება ამის დაჯერება, იმიტომ გულწრფელობა და გულწრფელი აღიარება და უპირობო მემღებობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. მადლობა სტუმრობისათვის. მე მსმენელს შევახსენებ და მაყურებელ ფსიქოლოგი თიკოს სახლის დამფუძნებელი თინათინ ზენაიშვილი გვესაუბრებოდა დღეს დაუნის სინდრომის დღე აღინიშნება.